პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მხრიდან საფრანგეთის კრიტიკა ცდება დიპლომატიურ ჩარჩოებს და მოუწოდებს, რომ არ გააკეთოს არ ჩაერიოს საფრანგეთის შიდა საქმეებში, მაშინ როდესაც ჩვენ გვახსოვს მათ შორის მაკრონის განცხადებები, მათ შორის საფრანგეთის სხვა პოლიტიკოსების განცხადებები საქართველოსთან მიმართებით, არის თუ არა თქვენთვის ეს ორმაგი სტანდარტი? სულად ვიზიარებ პრეზიდენტ მაკრონის მიდგომას, რა თქმა უნდა, სწორი არის, როდესაც სახელმწიფო აკვირდება იმას, რომ ქვეყანაში აკრედიტებული დიპლომატები მოქმედებდნენ ვენის კონვენციის ფარგლებში. ეს მნიშვნელოვანია, ვინაიდან დიპლომატებს აქვთ განსაკუთრებული სტატუსი, მათ კონვენციიდან გამომდინარე აქვთ პრივილეგიები და ამ პრივილეგიის საპირწონედ დგას ის თავშეკავებულება, რომელიც მათ უნდა გამოიჩინონ შიდა საკითხებში ჩარევისგან თავის შეკავების სახით. ასე რომ იმისთვის რომ ამა თუ იმ ქვეყნის პოლიტიკაზე ისაუბრონ, ამისთვის არსებობენ პოლიტიკოსები, არსებობს მათივე ქვეყნის ხელმძღვანელობა, თუმცა დიპლომატი, იმიტომაც ქვია დიპლომატი და პრეზიდენტმა მაკრონმა ზუსტად ამაზე ისაუბრა, რომ დიპლომატიის ფარგლებში უნდა დარჩენ, ისინი უნდა იყვნენ ხიდი ხელისუფლებებს შორის და არა მოქმედი პირი და აქტორი შიდა პოლიტიკაში. ასე რომ სულად მისასალმებელი არის პრეზიდენტ მაკრონის ეს დამოკიდებულება. ჩვენ ხედავთ სხვადასხვა ქვეყანა, როდესაც თავად ხდება ხოლმე სხვადასხვა ასეთი ჩარევის ობიექტი, მათ შორის არჩევნების ჩარევაზეც გახსოვთ საფრანგეთის განცხადება, როდესაც ილონ მასკთან დაკავშირებით ჰქონდათ პრეტენზიები. თავად რო ხდება, აცნობიერებენ თუ რამდენად მნიშვნელოვანია. ამიტომ მე იმეც ვიტოვებ, რომ ეს გამოცდილება სხვა თვალით შეახედებს უკვე დააფიქრებს საკუთარ ქმედებებზე სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებს. ვინ არის აქციების ფინანსური დონორი კონტექსტში, რომელიც გულისხმობს მაგალითად სხვადასხვა ატრიბუტების სხივას. ჩვენ იმედის გვერდის გამოქვეყნებული დოკუმენტებით იკვეთება, რომ გიული ალასანიას უნივერსიტეტის საკმაოდ სოლიდური თანხა 9 მილიონი გაიღო, აქვე ფიგურირებს გიორგი ბაჩიაშვილი, საბა ჯაჯანიძე არის ადამიანი აქტივისტი, რომელსაც ერიცხება ეს თანხა. როგორ ფიქრობთ, რა დგას ამის უკან და თქვენ დამატებით ვინმე შეგიძლიათ ფინანსურ დონორებს დაასახელოთ? უპირველეს ყოვლისა, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ დეკემბრის ძალადობრივ აქციებს რაც შეეხება, რომ დიდი ფული იყო დახარჯული ამ ძალადობრივ აქციაზე, იმისთვის რომ ძალადობრივი მეთოდით მოხდარიყო ხელისუფლების შეცვლა. თქვენ იცით, რომ პიროტექნიკის ყიდვის მხრივ რეკორდები მოიხსნა ყველანაირი, ანუ 1 წლის მარაგი შეიძინეს და ეს ფული ხა საიდანღაც ხომ მოდის ესეთ ჰაერიდან და ნაჩუქარი არაფერი არ იყო ხომ და ჩვენ ახლა ნენელა ხედავთ და მათ შორის პროკურატურის გამოძიების ფარგლებში თუ სხვა საჯარო წყაროებიდან ნენელა ხედავთ იმ სქემას, რომლითაც ხდებოდა ძალადობის დაფინანსება საქართველოში. ერთი ეს გახლავთ უცხოური ფული, ჩვენ ნახეთ რომ არასამთავრობო ორგანიზაციები, უცხოეთიდან დაფინანსებული ორგანიზაციები ფულით ხდებოდა აღჭურვილობის შეძენა პოლიციისთვის წინააღმდეგობის გასაწევად. და ეს დოკუმენტურად ჩანს, რომ რამდენიმე ორგანიზაცია, რომელიც უცხოეთიდან ფინანსდება, იყიდეს ამგვარი აღჭურვილობა პოლიციისთვის წინააღმდეგობის გასაწევი და ხანდახან თავდასხმისთვისაც, იცით რომ მათ შორის წიწაკის სპრეი, ასე ვთქვათ, იყო შეძენილი, რაც ასევე თავდასხმისთვის გამოიყენება. ეს ყველაფერი ფინანსდებოდა უცხოური ფულით. ხედავთ რა ორგანიზაციებს დიდი ალბათობით, ეს არის ევროკავშირის ფული და ასევე წინა შარშან ჯერ არ იყო ახალი ადმინისტრაცია და დიდი ალბათობით ეს გახლავთ წინა ადმინისტრაციის, ამერიკის შეერთებული შტატების წინა ადმინისტრაციის მიერ დაფინანსებული. ასევე ჩვენ ხედავთ ბაჩიაშვილი იქნება თუ სხვა ასეთი მათ შორის სააკაშვილის დედის უნივერსიტეტი, რომელიც თავის დროს იცით რომ კორუფციული გზით აქვს მოპოვებული, მათი მხრიდან დაფინანსება ამ სქემების გამოყენებით აქციებისა. კიდევ ერთხელ ჩანს არანაირ გულანთებულობებზე საუბარი არის, არის დაფინანსებული ძალადობრივი აქცია, რომელიც დიდწილად იყო უცხოეთიდან დაფინანსებული სხვადასხვა სქემების და წყაროების გამოყენებით და ასევე ზოგიერთი
ადგილობრივი დამფინანსებლები, რომლებიც ხა ბაჩიაშვილს და ალასანიას რა აინტერესებთ, ხომ? აინტერესებთ სისხლისამართლებრივი ბაჩიაშვილს აინტერესებს სისხლისამართლე პასუხისმგებლობასთან გაქცევა და ალასანიასაც იგივე საკუთარი შვილის სახსნა ციხიდან. ამიტომ ფული იყო ჩადებული ძალადობრივი გზით ხელისუფლების შესაცვლელად, გარედან და შიგნიდან. მაგრამ როგორც ყოველთვის ნაცალ ჩავარდათ კოლში, იმიტომ რომ კოლში ჩავარდათ ნაცალში, იმიტომ რომ არ აქვს სახალხო მხარდაჭერა და ეხა უცხოელების იმედად ამ ქვეყანას ვერ ატრიალებთ. ოპოზიციის მერობის ეს რამდენიმე ეს ჯგუფი უკვე ღიად თავს აცხადებს ექსტრემისტულ ორგანიზაციად, რომლის მიზანი არის ძალადობრივი გზით ხელისუფლებაში მოსვლა და ამიტომაც მე ვთქვი, რომ ძალიან ახლოს დავაკვირდები ამ დაჯგუფების მიმართ დამოკიდებულებას უცხოელების მხრიდან, მათ შორის დღემდე ნაციონალური მოძრაობა რჩება ევროპის სახალხო პარტიის წევრად, მათ შორის ქონდათ მათ განცხადება ხაბეიშვილთან დაკავშირებით მხარდამჭერი. ანუ აბსოლუტური სკანდალია, ანუ რა ევროპაზე შეიძლება ვისაუბროთ, როდესაც ევროპის სახალხო პარტია, რომელიც რამდენიმე ქვეყნის სახელმწიფო პარტიას აერთიანებს, მხარს უჭერს ექსტრემიზმს და შიდა ტერორიზმს, ხო? გაცხადებული მიზანი აქვს ძალადობრივი გზით ხელისუფლების შეცვლისა და ამის მიმართ იჩენენ მხარდაჭერას. მე ვთქვი უბრალოდ, რომ ვინც ექსტრემიზმს მხარს უჭერს, ის ტერორიზმს მოიმკის და მოიმკის საკუთარ ქვეყანაში. აი როგორც ეხლა ვთქვათ, ზეღან მაკრონის მაგალითი მოიტანეთ, საბოლოო ჯამში საკუთარ ტანზე იგრძნობს ადამიანი თუ ქვეყანა იმ შედეგს, რომელსაც სხვაგან აღენებს, ხომ? ეს როდესაც დამხობას და ასეთ ტერმინოლოგიას ექსტრემიზმს მხარს უჭერს ევროპული ქვეყნების ხელისუფლებების წარმომადგენლები ევროპის სახალხო პარტიის სახით. საბოლოო ჯამში ამ ყველაფერს მიიღებენ თავისთან. ამ ჯინს თუ კი სხვაგან უშვებენ გარეთ, საკუთარ ქვეყანაში მიიღებენ ზუსტად იგივეს. ეს არის წესი საბოლოო ჯამში, როდესაც სხვა სექციები ერთი მხრივ ზუსტად იგივე მიიღებს საკუთარ სახლში. ხო, დემოკრატია გულისხმობს არჩევნებს და არჩევნებში მონაწილეობას და ხელისუფლებაში მოსვლის, შეცვლის ერთადერთი გზა ეს გახლავთ არჩევნები. ის, ვინც უარს ამბობს არჩევნებზე, დეფინიციითვე არის ექსტრემისტი და რადიკალი. ეს თავისთავად ამ განცხადების მომენტშივე, როდესაც უარს ამბობენ არჩევნებზე და მათ შორის უარს ამბობენ არჩევნებზე არიან რადიკალები და ექსტრემისტები. ისინი, რომლებიც ამბობენ, რომ თავადაც არ იღებენ და სხვასაც ხელს შეუშლიან, ისინი არიან უკვე შიდა ტერორისტები, რომლებსაც სურთ რომ მოქალაქეებს წაართვან ხმის უფლება. ასე რომ ჩვენ საქმე გვაქვს კიდევ ერთხელ ექსტრემისტებთან და რა თქმა უნდა, ახლა ნებისმიერი განცხადება, რომელიც ამის საწინააღმდეგოა, მისასალმებელია, თუმცა ეხლა შეგახსენებთ, რომ სალომე სამადაშვილი, ანუ ნაციონალური მოძრაობის რეჟიმის თანაშემოქმედი, გახლავთ იმ პარტიაში, რომელიც ამბობს, რომ არჩევნებიც უნდა იყოსო და შემდეგ დამხობაც უნდა მოხდესო და ეს ზოგადად სხვადასხვა კალათაში რომ უნდა კვერცხები ჩაალაგონ, ეხლა ეს ქალბატონის სალომის პრობლემაა, როგორც ჩანს, რომ ვერ გარკვეულა და რაღაცნაირად უნდა რომ იტივტივოს, იქაც იყოს, არჩევნებშიც იყოს და დამხობაშიც იყოს და ანუ ამათ სიტყვებს ამ მხრივ დიდი მნიშვნელობა არ აქვს. თუმცა რა თქმა უნდა, მნიშვნელობა არის მონაწილეობის და მნიშვნელობაა, რომ გამოვიდეს ქართველი ხალხი
და კიდევ ერთხელ დაანახოს ყველა იმ უცხოელს, რომელიც თავს ესხმის დღეს საქართველოს, დაანახოს ადგას საქართველოს, რომ საქართველოს არ არის ის ორკების ჯგუფი, რომელიც ღამღამობით, გამწვავებით დაიარებია ქუჩაში. არ ავსებ, ანუ ერთი რომ დეკლარაციას ყველა ავსებს, შეიძლება დეკლარაციაში თუ კი ვინმე რამეს დამალავს, შემდეგ ამისი გადამოწმების საშუალება არის და რეაქციის შესაძლებლობა არის. მთავარი არის ერთი რამ, რომ არავის არ კონდეს იმის მცირე იმედიც კი, რომ ხალხის ფულს მოიპარავს, ან საკუთარ თანამდებობას გამოიყენებს იმისთვის, რომ თავად სარგებელი ნახოს ფინანსური და შეგუებული იყოს ნაწილობრივ იმას, რომ შეიძლება ხილებული იქნას რაღაც მომენტში და გარკვეული წელი გაატაროს ციხეში და იმ იმედით, რომ აი ამ წლის შემდეგ გამოვა და გადამალულ ფულს შემდეგ გამოაჩენს და გამოიყენებს, ამ იმედით არავინ არ იყოს. ამიტომ 30 წლიანი ვალდებულება, რომ იმ პირებისთვის, რომლებიც ხილებული იქნებიან დანაშაულში, რომ შეავსონ დეკლარაცია, ზუსტად ამისთვის არის, რომ გამოჩნდეს ყველა მათი ქონება და რაც არ გამოჩნდება, შესაძლებლობა გქონდეს, რომ ჩავეძიოთ ამ ყველაფერში. ხედავთ ჩვენ, რომ ხა სააკაშვილი სხვა მისი თანაგუნდელები, რომლებიც ხელისუფლებაში იყვნენ და იქ გამდიდნენ, მე ზოგმა მოიხადა თავისი სასჯელი, მაგრამ ხედავთ, რომ ისევ ფუფუნებაში არიან, ეს ნიშნავს, რომ ეს ფული სადღაცას გადამალული შესაძლებლობა ჰქონდა. ზოგადად საქართველოს და საფრანგეთს შორის ისტორიული ურთიერთობა არის და როგორც ჩვენს პირველ რესპუბლიკასთან, ისე დღესდღეობით ჩვენს ქვეყნის განვითარებაში მათ მნიშვნელოვანი პოზიციები აქვს და ჩვენ ამას ვაფასებთ საფრანგეთის მხარდაჭერას განსაკუთრებით არაღიარების პოლიტიკის ნაწილში. საფრანგეთს აქვს შესაძლებლობა, რომ იმ ქვეყნებთან, სადაც შეიძლება ჩვენ გეოგრაფიული თუ სხვა დაცილების მხრივ არ ქონდეს უშუალო დიპლომატიური კომუნიკაცია, რომ ამ მხრივ ემუშაოს ამ ქვეყნებს, რომ არაღიარების პოლიტიკა იყოს შენარჩუნებული. ჩვენ იცით, რომ საფრანგეთს საქართველოში ყავს ახალი ელჩი, რომელსაც მე დღეს შევხვდი და მქონდა ძალიან ნაყოფიერი საუბარი, ვისაუბრეთ ყველა საკითხზე, რომელიც ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო და მე დარწმუნებული ვარ მისი განწყობიდან გამომდინარე, რომ შესაძლებელი იქნება, რომ ის ურთიერთობები, რომელიც ჩვენ გვინდა რომ არსებობდეს ჩვენ ქვეყნებს შორის, ეს ურთიერთობები დაუბრუნდება ამ წერტილს. ჩვენ ასეთ ურთიერთობებში საქართველოს 3.8 მილიონიანი ქვეყანა ვერაფერს ვერ გავაფუჭებთ და ვერაფერს ჩვენი მხრიდან ურთიერთობები ვერ გაფუჭდება. ჩვენ ყოველთვის ჩვენი ინტერესი ნებისმიერი პატარა არის და ჩვენი მით უმეტეს ინტერესი არის, რომ არ კონდეს ყველასთან კარგი ურთიერთობა, არ იყოს ესკალაციაში რომელიმე ქვეყანასთან და განსაკუთრებით როცა საფრანგეთზე ვსაუბრობთ. ამიტომ ჩვენი მხრიდან არის სული მზაობა ღია ურთიერთობისა, რომელიც დამყარებული იქნება ურთიერთპატივისცემაზე. ეს ერთადერთი წინაპირობა ჩვენი არის ურთიერთპატივისცემა, ერთმანეთის სუვერენიტეტის პატივისცემა და ვფიქრობ, რომ საფრანგეთის ახალი ელჩი ამ მხრივ ძალიან მოწადინებული არის და ჩვენი მხრიდან რა თქმა უნდა ექნება ყოველგვარი ხელშეწყობა, რომ ეს ურთიერთობები დაბრუნდეს იმ ნიშნულზე, სადაც ჩვენ გვინდა რომ ვიხილოთ ის და ჩვენ ამ მხრივ ყველაფერს გავაკეთებთ. რომ ხელი შეუშალოს ფაქტს, როდესაც შიდა პოლიტიკაში ერევა თუნდაც ელჩიან სხვა ქვეყნის წარმომადგენელი, ჩვენ გვახსოვს თავად მაკრონის განცხადებებით გარკვეულ პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით საქართველოს ნაწილში არის თუ არა ეს ორმაგი სტანდარტი, როდესაც თავის ქვეყნის დაცვას ცდილობს და თავად ერევა თუნდაც საქართველოს შიდა პოლიტიკაში. მე ასე ვიტყოდი, ჩვენ საქართველოში ყავს საფრანგეთის ახალი ელჩი, რომელთანაც დღეს ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა. მე ვისურვებდი, რომ ესეთი საკითხები აღარ იყოს ჩვენ შორის სასაუბრო, ასე რომ მე მას მივცემ შესაძლებლობას
რომ ამ მხრივ ერთმანეთს ვაჩვენოთ ურთიერთპატივისცემა, ვაჩვენოთ ერთმანეთის სუვერენიტეტის პატივისცემა, ვაჩვენოთ ერთმანეთის ინტერესების პატივისცემა. ასე რომ მე მხოლოდ მივესალმები, რომ პრეზიდენტმა მაკრონმა ცხადად განაცხადა, რომ დიპლომატების მისია არის დიპლომატიური საქმიანობა და ხიდის გადება ორ ხელისუფლებას შორის. პოლიტიკოსები პოლიტიკურ განცხადებებს მიხედავენ რამენაირად და ამ მხრივ მოკლედ მივესალმები მაკრონის განცხადებას და მინდა რომ ყველანაირი შესაძლებლობა ჰქონდეს საფრანგეთის ახალ ელჩს რომ ის დამოკიდებულება რომელიც ჩვენ ყოველთვის ჰქონდა ამ დამოკიდებულებით შევძლოთ ასე ვთქვათ ჩვენი ურთიერთობების დაბრუნება იმ წერტილზე სადაც ჩვენ მინდა რომ იყოს. პრეზიდენტი თავის გზავნილებს თავად გააჟღერებს, ამიტომ მე მის ნაცვლად, რა თქმა უნდა, არ ვიტყვი, თუმცა ის წარმოადგენს ჩვენს ქვეყანას და რა თქმა უნდა ჩვენი ქვეყნის სათქმელი. დღეს თავარი არის მშვიდობის პოლიტიკის წარმოების მნიშვნელობა და არის საერთაშორისო სამართლის პატივისცემის პრინციპის აღიარება. ეს ის საკითხებია, რომელიც ჩვენს ქვეყანას აწლეულები აწუხებს და მოსდევს. დღეს ვხედავთ, რომ ბევრი დადგა იმ გამოწვევის და პრობლემის წინაშე, რის წინაშე საქართველოს აწლეულები დგას და ასე ნერთფილად ვიყავით. დღეს ყველამ შეხედა, რას ნიშნავს საერთაშორისო სამართლის უპატივცემულობა, ყველამ შეხედა, რას ნიშნავს ომი, როდესაც ის პირდაპირ ევროპის შუაგულში ხდება და ამიტომ ვფიქრობ, რომ ყველა უფრო მეტად დააფასებს მშვიდობას და მეტად დააფასებს წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს. ერთადერთი გამოსავალი თუ ერთადერთი გზა, რაც რადიკალურმა ოპოზიციამ დაიტოვა, ეს არის ექსტრემიზმი. ეს არის შედეგი გარე მითითებების მიყოლეს. აი ამ მდგომარეობაში ჩააყენეს მათ, ვინც ისინი წაახალისეს, რომ მანდატები დაეტოვებინათ პარლამენტში. წაახალისეს, რომ ესაუბრათ არჩევნების გაყალბებაზე და შეგახსენებთ. აი გავიდა 1 წელი გადის უკვე საპარლამენტო არჩევნებიდან და ქვეყანა შეაყრევინეს გარედან და დღემდე ვერ დადეს ვერც ერთი რაიმე სანდო მტკიცებულება თითქოს არჩევნები გაყალბდა. შეგახსენებთ, რომ არჩევნების დღემდე საერთოდ პრეტენზია არ ქონდათ ჩარჩან არჩევნებთან დაკავშირებით, წინასაარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით, რაიმე მნიშვნელოვანი შენიშვნა პრეტენზია. არჩევნების დღესაც არანაირი პრეტენზია მნიშვნელოვანი არ ქონდათ, რომ რაიმე განსაკუთრებული ხდებოდა და მხოლოდ შედეგის გაგების შემდეგ დაიწყეს ფიქრი და იქაც ვერაფერი ვერ მოიფიქრეს, თქვენს რომ რუსეთი ჩაერიაო და ამით და რაღაც ასე ვთქვათ ამხრივ და ესეც ვერ მოიგონეს 5 დღე იფიქრეს და შემდეგ რაღაც ხან გაჟონვა თქვეს და ხან ორჯერ იყენებდა ვინმე თურმე ვიღაცა პირადობის მოწვევას და ასე რაც ყველაფერი აღმოჩნდა ტყუილი. აი ამ ტყუილში ჩააგდებინეს უცხოელებმა, მათმა ფარველებმა თავისი თავი. ათქმევინე 61 მანდატი ქონდა ოპოზიციას და უმეტესობა თუ არ ითქვეს გახარიას პარტიის გარდა. ათქმევინეს უარი მანდატებზე, გააგდეს ქუჩაში, წვიმაში და თოვში. აი არიან ქუჩაში და ერთადერთი გამოსავალი ის არის, რომ უკვე მათი არც მხარდაჭერი ყავთ, არც გულშემატკივარი, ერთადერთი გამოსავალი მათთვის არის ესკალაცია. და ეს არის ყველაზე საშიში გზა და მე მინდა გავაფრთხილო ყველა. გავაფრთხილო ის პარტიები და ის NGO-ები, რომელიც აი ამ ესკალაციაში არიან ჩართულები, უცხოეთიდან დაფინანსებული ორგანიზაციები. გავაფრთხილო ის უცხოელები, რომლებიც ამ ესკალაციას ამ ფაქტს აკნინებს და ნორმალიზებას უკეთებს, პასუხისგებლობა ნებისმიერ სახის ექსცესზე იქნება მათ მხრებზე.
და არავის არ მისცემს სახელმწიფო იმის საშუალებას, რომ აქ 90-იანი წლები დაატრიალოს. რასაც ახლა აპირებს ნაციონალური მოძრაობა თავისი გარე გულშემატკივრებით. არავის არ მისცემს ამის უფლებას სახელმწიფო და ნებისმიერი ასეთი ექსცესი. აქ ვეღარავინ ვეღარ გაიქცევა პასუხისმგებლობას. ჩუმად ვერ იქნება ვერც ერთი უცხოელი ამ შემთხვევაში. ყველა, ვინც აუბრალოებს და ასეთ შიდა ტერორისტებთან ცალულ ურთიერთობაში არის, ყველას საჯაროდ კითხავთ შემდეგ, რა არის მათი პოზიცია და ყველამ უნდა იგრძნოს ამისი პასუხისმგებლობა. ასე რომ ამ შიდა ტერორისტებს, რომლებიც ასე ვთქვათ, გამოსავალი არ აქვს გარდა ტერორისა და ძალადობისა, ხედავთ თუ საკადრის პასუხს იღებენ თანდათანობით, მათ შორის ხედავთ ლევან ხაბეიშვილის წინააღმდეგ არის გამოძიება, ის დაკავებული არის, ყველა ვინც გადაწყვეტს რომ საქართველოში 90-იანი წლები დაატრიალოს, რა თქმა უნდა, საკადრის პასუხი გაეცემა. გიორგი გახარიაზე გითხავთ, კურიერი პსექსის მუზეუმის მოკლედ გიორგი გახარიამ შალოკელის ძესნის თანაპარტიის სიძეს გადაუფორმა წავლის მდებარე ერთ-ერთი სახლი დეკლარაციაში შეიტანეს. ამის გამო ასევე მეზნეშულზე მდებარე ნაგებობა, სადაც ახლა სასტუმრო შენდება, გადააფორმა მასზე და სამეგრელოს მოსახლეობამ გადანაშაულებს მიწების გასაცვლელში. ასევე ლარათგადას ერთ-ერთი მიწა სოფლ ნიჩბის შენს მის თანაგუნდელს. აი მისი ეს ქმედებები რას ემსახურება, როგორ აფასებს საფრთხეს იმ დროს, როდესაც გვახსოვს, რომ კოვიდის დროსაც ის გამთეთრდა, რომ მისი ქონა გაიზარდა, მისი ზოგადი ქმედებები და დეკლარაციაში ამის დამახოცება. არ ვიცი, შეგახსენებთ რომ მე ამასთან ვიკითხე, რომ ის რომ გიორგი გახარია ბერლინში ცხოვრობს, რა თანხით ცხოვრობს და ვიეჭვე რომ უცხოელები აფინანსებდნენ და მისმა თანაპარტიელმა თქვა რომ არანაირი უცხოელები თავის თავს თვითონ აფინანსებსო და როგორცაც თვითონვე აღიარეს რომ აქვს მას ის ქონება და შესაძლებლობა რომ ბერლინში ფუფუნებაში ცხოვრობდეს, არ ვიცი. ასე რომ რაც შეეხება ამ საკითხებს თუ კი რაიმე აქ მნიშვნელოვანი არის, ალბათ შესაბამისი სტრუქტურები დაინტერესდებიან და გამოიკვლევენ ამ საკითხს, რასაც გვაქვს ერთ-ერთი შედეგების მხრივ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ადამიანზე არ ვიცი ხა მაგის პარტიას ვინ აფინანსებს, ეჭვი მაქვს რომ თავად აფინანსებს ალბათ და ცხოვრობს საზღვარგარეთ, იქიდან ხელმძღვანელობს აქ მთელ პროცესებს და საარჩევნო კამპანიას, ამისი თანხებიც ჰქონია. ასე რომ აგვიხსნას მაშინ წარმომავლობა ამ თანხების. ბატონო შალვა, რამდენიმე კითხვას გაკისროთ პირველ სწორისა. მაინტერესებს მიხეილ ყავალაშვილთან დაკავშირებით მინდა რომ გითხოთ ამერიკის შეერთებულ შტატებში გაეროს ასამბლეაზე რა გზავნილებით ჩადის მიხეილ ყავალაშვილი? რა იქნება მისი თავი გზავნილება? მე წერანს უპასუხეთ, თქვენს გიპასუხებთ, რა თქმა უნდა, პრეზიდენტი თავის გზავნილებს თავად გააჟღერებს და ამას მე ვერ ვიტყვი, თუმცა ის როგორც ჩვენი ქვეყნის წარმომადგენელი, ფიქრობ, ზუსტად იმ საკითხებზე ისაუბრებს, რაც ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი არის. დღესდღეობით ჩვენი ქვეყნის გამოცდილებიდან მნიშვნელოვანი არის მსოფლიოსთვის. ეს გახლავთ მშვიდობა და საერთაშორისო სამართლის პრიმატი. ეს არის ორი საკითხი, რომელიც 3 ათწლეულია საქართველოს გამოწვევა არის. რამდენიმე ომგამოვლილი ქვეყანა, სადაც შევძელით და ქართული ოცნების ხელისუფლებამ 13 წელი შევინარჩუნეთ მშვიდობა. ეს ის გამოცდილება, რომელიც შეიძლება საინტერესო იყოს სხვებისას. დღეს ხედავთ, რომ თავის დროზე თუ კი ვიღაცა რაღაც ასე ვთქვათ ნელთვილად უყურებდა ჩვენს კონფლიქტებს ან ომებს, მაშინ როდესაც ევროპის შუაგულში გაჩაღდა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე დიდი ომი, ალბათ ყველამ გააცნობიერა თუ რა პრობლემა არის ომი, რა მნიშვნელობა აქვს მშვიდობას, იმას რომ თუ კი ჩვენ შევხედავთ არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის, არამედ მსოფლიო ისტორიას, ომი უფრო არის ნორმა ვიდრე მშვიდობა. ომს არ უნდა დიდი ძალისხმევა, მშვიდობას კი უნდა დიდი ძალისხმევა. და ქართულმა ოცნებამ აჩვენა თუ როგორ უნდა შეინარჩუნოს მშვიდობა ქვეყანამ ისეთ რეგიონში, სადაც ჩვენს გარშემო კონფლიქტები აწლეულები იყო და ახალი კონფლიქტები იწყებოდა. და მეორე საერთაშორისო სამართლის პრიმატი, რასაც დღეს ხშირად გვესმის უკვე ევროპელებისგან, წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის მნიშვნელობა, ამაზე ჩვენ დიდი ხანია ვსაუბრობთ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის კონტექსტში, თუმცა ამაზე უნდა ვისაუბროთ ასევე ჩვენი სუვერენიტეტის და ასევე ვსაუბრობთ სუვერენიტეტის პატივისცემის კონტექსტში, რომელიც
ეხება არა მხოლოდ რუსეთს და სუვერენიტეტს რუსეთისგან ან სხვებისგან, ეს ეხება ყველას, მათ შორის ეხება სუვერენიტეტს იმ ზოგიერთი ქვეყნისგან, რომელიც ასე მოწადინებულია ჩვენს შიდა საქმეებში ჩაერიოს. ესეც გახლავთ საერთაშორისო წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის დარღვევა. ასე რომ ვფიქრობ, ეს ორი გზავნილია ის, რომელიც ჩვენ ყოველთვის გვაქვს სოფლიოსთვის და ამჯერზეც მნიშვნელოვანი იქნება ასეთი გზავნილება. რახან ამ ომზე ისაუბრებთ ამ მშვიდობაზე, ან მიხეილ ყაველაშვილი და დროს დაუთმობს რუსეთზე საუბარს, როგორც ქვეყანაზე, რომელიც სწორედ მთავარი საფრთხეს ქმნის მშვიდობის შენარჩუნებისთვის, ანუ მეტწილად ნაწილი რუსეთის კრიტიკას დაეთმობა და იმას, რომ სწორედ რუსეთი ქმნის ევროპის შუაგულშიც და მათ შორის ჩვენს რეგიონშიც საფრთხეს მშვიდობის. მე კიდევ ერთხელ პრეზიდენტი თავის გზავნილებს თავად გააჟღერებს, მე ვსაუბრობ ჩვენ რაც არის. ხო, მე მესმის, რომ თქვენთვის მნიშვნელოვანი არის სტატისტიკა, ვინ სად რამდენჯერ ახსენებს რუსეთს და როგორ კონტექსტში. ჩვენთვის ეს მნიშვნელოვანი არ არის. ამას აბსოლუტურად არანაირი დატვირთვა ჩვენი საჯარო გამოსვლების დროს არ აქვს. ჩვენთვის ერთადერთს რამის აქვს მნიშვნელობა. ეს არის მშვიდობა. და ეს არის მათ შორის, რომ არ იყოს ახალი ომი, რომელიც ასე ძალიან უნდა და ზოგიერთებს ომებს მე ამას ვამბობ, თქვენთვის მნიშვნელოვანი არის სტატისტიკა, რომ დაითვალოთ, ვინ რამდენჯერ რა ახსენა, ვინ რამდენჯერ შეაგინა და ვინ როგორ კონტექსტში მოიხსენა. ჩვენც ამას ასე რომ ფიქრობდა მიხეილ სააკაშვილი და ასე რომ ფიქრობს დღევანდელი რადიკალური ოპოზიცია, იმიტომ მოხვდით ჩვენ ომში, იმიტომ გადახვდა ჩვენ ომები და იმიტომ ვიყავით ერთი ნაბიჯით დაშორებული ომისგან 2022 წელს, იმიტომ რომ ასეთი ხალხი არის ოპოზიციაში და NGO-ებში, რომელსაც ბომბების წვიმა ურჩევნია რაღაც სირცხვილისგან დაწვას, ხო? ხო და კიდე მე გითხარით, რომ მე რაზე პრეზიდენტის გამოსვლის ტექსტი არ არის ჩემი გამოსვლის ტექსტი. მისი გზავნილები იქნება მაგრამ თქვენ თუ გაინტერესებთ რომ რაიმე სტატისტიკები შეაგროვოთ, აქედანვე გეტყვით რომ ჩვენ სტატისტიკები ჩვენთვის მნიშვნელოვანი არ არის, ჩვენთვის მნიშვნელოვანი არის ჩვენი ხალხი და მშვიდობა ჩვენი ქვეყნისთვის და კეთილდღეობა ჩვენი ხალხისთვის. ისინი ვინც ერევიან ქვეყნის შიდა საკითხებში, მათ შორის ნახეთ ევროპული ქვეყანა რამდენიმე, რომელიც ჩაერია საქართველოს არჩევნებში 2024 წელს, მათ შორის ნახეთ ევროკავშირი თავად მისი ელჩის სახით, რომელიც ერეოდა საქართველოს არჩევნებში, აკეთებდა პოლიტიკურ კომენტარებს საარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებით. მარტივი მაგალითი რომ მოგიყვანოთ, ევროკავშირის ელჩმა შეაფასა ჩვენი საარჩევნო ბანერი, გახსოვთ? ამაზრზე უწოდა მას. რა თქმა უნდა, მას არავინ არ ეკითხება ჩვენი საარჩევნო ბანერი როგორი უნდა იყოს და ოდესაც ის საუბრობს ერთი პარტიის ბანერზე და ერთი პარტიის საარჩევნო სტრატეგიაზე თუ ტაქტიკაზე, მაშინ ან ყველაზე ისაუბროს, ან როცა ერთს ისაუბროს, ნიშნავს, რომ ის კამპანიაში არის ჩართული ამ ერთი პარტიის წინააღმდეგ. ასე რომ რომელი ერთი დაგისახელოთ, როცა ევროკავშირის ელჩიც კი თავად ჩართული იყო ჩვენი სუვერენიტეტის ხელყოფაში არჩევნებში ჩარევის გზით. პარტიაში რა ფუნქცია არ ვიცი, ვერ გეტყვით რა ფუნქციით არის. პარტიაში ვახტანგ გომელაური ახლა იმყოფება იმ სტატუსით და იმ ფუნქციით, რომ ბიძინა ივანიშვილმა დაუნიშნა მაკონტროლებლად მდინარაძეს და გოგოხიცეს. ბესელიამ რა იცის? ნუ აქვს ეს ინფორმაცია. საიდან აქვს? ფუნქცია აქვს მას პარტიაში. ვახტანგ გომელაურს რა კომუნიკაცია რა ურთიერთობა? არა, პარტიულ საქმე არ არის ის პარტიულ საქმიანობით დაკავებული, ასე რომ ამ მხრივ არანაირი კავშირი პარტიულ საქმიანობისა არ აქვს. რა თქმა უნდა, აქვს ნახეთ მათ შორის თქვენ ახლახანს ერთი ფოტოც იყო ახალი, ასე რომ რა თქმა უნდა კომუნიკაცია არის. ანუ არაფორმალურად არის ჩართული ამ პოლიტიკაში. პარტიულ საქმიანობაში ჩართული არ არის, წერტილი. ეკა ბესელია იტყუება, წერტილი. მეტი რა ვთქვი. მაღალჩინოსნებთან ერთად, აი იმ ფოტოსთან დაკავშირებით, რაზეც იყო ახლა საუბარი, ხო? შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრია და ამჟამინდელი სუსის უფროსთან ერთად ქვეყნდება ფოტო. აი რა ფუნქცია აქვს, რომ რა სტატუსით იმყოფებოდა იქ, რა ფუნქცია აქვს, იმიტომ რომ ესეთი
იმ ფოტოს სიუჟეტს თუ გავიხსენებთ, იქ მე მგონი ცოტა სხვანაირი სიუჟეტია კონტროლთან, არ ვიცი რა კავშირშია ამ ყველაფერს, მაგრამ არანაირად ადამიანი ურთიერთობები არსებობს და ამ ეს არანაირად კავშირში. აკონტროლებლად დაენიშნა ივანიშვილს არაფორმალურად. მე უყურეთ პარტიაში, მე მათ შორის გახლავთ პოლიტიკური მდივანი პარტიის. პარტიას თავმჯდომარე ყავს. ყველა ჩანვართ, ვინც ვართ პარტიაში და ვინც აქტიურად საქმიანობთ პარტიაში და პარტიული საქმიანობით ვართ დაკავებული. ავიცი, თუ გინდათ მე მენდეთა, თუ გინდათ ეკაბესელიასენდეთ. ეკაბესელია იტყუება და რაც არაერთხელ გავუკეთებ. ირაკლი ღარიბაშვილი სად არის? ხომ არ გაქვთ ინფორმაცია? ის არ გამოჩენილა, აი ვახტანგ გამოჩნდა. არ არის არ არის ის დისტანცირდა პოლიტიკიდან, მისივე განცხადება იყო, შესაბამისად საჯაროთაც არჩევთ. მის საჯარო ის არც იყო რაღაც საჯარო, ასე ვთქვათ, ღონისძიება, სადაც თქვენის ნახეთ იყო, კერძო ღონისძიება, სადაც. ღონისძიებაზე რატო ვერ ნახეთ, მაგალითად ირაკლი ღარიბაშვილი? არ ვიცი. არ იცით. ლევან ჯობავასთან დაკავშირებით ვკითხავთ, ეს არის ბიჭი, რომელმაც აქციაზე იმყოფებოდა და 16 წლის ახალგაზრდა, რომელიც იარაღით ჰქონდა. აი მას წაართვა იარაღი, იმიტომ რომ სხვებს დაუხიზნა ეს იარაღი, ჩათვალა რომ ბუნებრივია ხა იარაღიან ადამიანს რო ხედავ, ვიღაცას საფრთხე ემუქრება სიცოცხლეს და ახლა ამ ადამიანის წინააღმდეგ მიმდინარეობს ესე ვთქვათ გამოძიება. რასთან მოაქვს საქმე? კაცი რომელიც იარაღით იმყოფებოდა ის 16 წლის ბიჭი, გამოუშვეს და აი ამას ბრალსდებე რომ იარაღი რატო დეტალები მე დეტალები დაახლოებით იგივე ვიცი, რაც თქვენ იცით, რაც საჯაროდ გაცხადდა. ერთი, მეორე, არავის წინააღმდეგ არ მიმდინარეობს ახლა გამოძიება, მე როგორც ესე საჯარო წყაროებიდან ვიცი, არის ძალადობით გამოძიება, მაგრამ არავის წინააღმდეგ. ვინაიდან ფაქტია, რომ იქ მოხდა კონფლიქტი, ჭუბი, არ ვიცი, მოკლედ ფიზიკური შეხლა შემოხლა, ფაქტია, რომ ეს მოხდა და ამას ქვია ძალადობა. პროკურატურა იძიებს ამ ძალადობის საკითხს. არავის წინააღმდეგ არ არის. ანუ იარაღს რო წაართმევ ადამიანს, რომელმაც შეიძლება სხვის სიცოცხლე დააზიანოს, ეს ძალადობა არის? არა, იარაღს თუ წაართმევ, ეს ძალადობა არ არის. შესაბამისად მის წინააღმდეგაც არაფერი არ იქნება, რა უნდა გითხრათ, ანუ თვითონ ფაქტთან დაკავშირებით მიდის გამოძიება, არავის წინააღმდეგ და პრინციპში მართალია ეს კითხვა, იმიტომ რომ ეს არის სწორედ თავი манипуляცია, იქ არავის წინააღმდეგ გამოძიება არ მიდის. იქ არავინ არ არის ეჭვმიტანილად გამოცხადებული ან ასე შემდეგ, ან ბრალდებულად, თვითონ ფაქტი იყო და ფაქტთან დაკავშირებით მიდის გამოძიება. ითანამშრომლობენ გამოძიებასთან, ცნობილი არიან ხო მონაწილეები, როგორც ხვდები, როგორც იქ ორივე მხრიდან. ყველა მითანამშრომლობს გამოძიებასთან, აუხსნან სიტუაცია რა იყო, ნაწილი არის კამერაზე დაფიქსირებული, ნაწილი ალბათ არ არის კამერაზე დაფიქსირებული, ამიტომ არის საჭირო ყველა მითანამშრომლობს გამოძიებასთან აღწერონ სიტუაცია რაც მოხდა და ამითი გაირკვევა სიმართლე. ხა სხვა როგორ გინდა ჭუბი მოხდა და ხა არაფერი არ გააკეთოს, მან მაგრამ ნახეთ რა ხდება, უმისნებდა აქციის მონაწილეებს ეს ბიჭი იარაღს და ამ დროს ლევან ჯობავამ გამოართვა ეს იარაღი, ანუ რა იქნა რომ დალოდებოდა როდის სროდა და როდის მოკლავდა. კი ბატონო, თუ ვინმე იარაღს უმიზრებდა და გამოართვა, კარგია, მოუთხან ეს ყველაფერი გამოძიებას ხა, მე რა გითხრათ, გამოძიება არის? არა, იქ ერთ-ერთი საკითხია, რომ იარაღი ეს არ იყო ცეცხლსასროლი იარაღი, იყო რაღაც პნევმატური და ამ ხრივ, ასე ვთქვათ, არ ექცევა სისხლის სამართლის დანაშაულის კვალიფიკაციაში, ეს ამ ნაწილში ერთადერთი ამიტომ მოხდა ამ გადაწყვეტილების მიღება, თუ რაც შეეხება თავად ჭუბს თუ ფიზიკურ დაპირისპირებას, ამას ქვია ძალადობა და ძალადობას იძიებს. ორივე მხარე მითანამშრომლობენ გამოძიებასთან, აღწერონ სიტუაცია, გაირკვევა ვინ დაიწყო, ვინ დაამთავრა, ვინ რა გააკეთა, ყველაფერი გაირკვევა. ვინც იარაღს წაართმევს ადამიანს, რომელიც სხვას უმისნებს იარაღს, თუ ვინც იარაღს უმისნებს აქციის მონაწილეებს. საერთოდ იარაღი აქ არაფერ შუაში და არარელევანტური არ არის, ძალადობა მე ხარ არა, როგორ გინდათ, ხა მე ანუ გამოძიება იმიტომ არის, რომ გაერკვეს სიტუაციაში რა მოხდა. რა თქმა უნდა, რთული მისახედრია. რთული მისახედრია, თუ გამოძიება არ გამოიძია, რაზეა საუბარი. ის ერთი ეპიზოდია მხოლოდ, რომელიც შეიძლება იარაღს შეეხებოდეს, მანამდე რა იყო, იმის შემდეგ რა იყო, არ ვიცი, არც მე ვიცი, არც თქვენ იცით, ხო? უნდა მოყვნენ რა იყო მდგომარეობა, როგორ დაიწყო კონფლიქტი, როგორ დამთავრდა კონფლიქტი, ვინ რა გააკეთა, როდის ჩაერია პოლიცია, ხო და მე თუ არავის დანაშაული არ არის, არც არავის დამნაშავე არ იქნება. და ასე მორჩება ეს ამბავი და კიდევ ერთხელ თავი манипуляცია ეს არის. არავის წინააღმდეგ გამოძიება არ მიდის.
არც მათ შორის გვარი ჯობავა, ხომ? არც ამ ადამიანის არავის წინააღმდეგ გვარი არ გამოძიება არ მიდის. თავად ხომ პოლიციას ხო თავადაც დაუძახეს. როგორც ვიცი, თავად დაუძახეს პოლიციას, ან შეიძლება პოლიცია იქვე იყო. მივიდა პოლიცია, დაფიქსირდა რომ იყო ჩხუბი ფიზიკური დაპირისპირება, ამ საკითხზე მიდის გამოძიება. იმ ნაწილს რაც შეეხებოდა იარაღს, ყველა გასაგებია რომ ეგონათ რომ შეიძლება ის იყოს ცეცხლსასროლი იარაღი, არ იყო ცეცხლსასროლი იარაღი, შესაბამისად იქ არ არის დანაშაულის ნიშნები, რაც შეეხება თავად ამ ჩხუბს, გამოძიება ითანამშრომლები ყველაფერი გაირკვევა. აი 30 წლის დეკლარაციების შესწავლის ვალდებულება ექნება კანონიერ ძალაში შესული გამოგონებელი განაჩენის შემდეგ. ეს რატო გახდა აუცილებელი ამის გაკეთება? კორუფციაში მხილებული ქართული ოცნების ყოფილი მაღალჩინოსნების გასაკონტროლებლად და პრევენციისთვის თუ ეს არის ნაწილი მათ შორის იმ პოლიტიკისა, რომელიც დაანონსა ირაკლი ყობახიძემ, როდესაც ის პრემიერ-მინისტრად იქნა არჩეული, კორუფციასთან ბრძოლა. ჩვენ ვართ მოწინავე დღესაც რეგიონში ვუსწრებთ მათ შორის ევროკავშირის წევრებს, 7 წევრ ქვეყანას თუ 6 ვუსწრებთ ევროკავშირისაც და 9 წევრს ნატოს ვუსწრებთ კორუფციის სიმცირით. თუმცა ჩვენ ვთქვით, რომ ჩვენი მიზანი არის რომ ვიყოთ საუკეთესო სამეულში, ამიტომ მნიშვნელოვანია კიდევ სხვა ექსტრაორდინარული ღონისძიებები, რათა როგორც კანონმდებლობით, ისე პრაქტიკაში ჩაიკეტოს ყველა ეს შესაძლებლობა. რაც შეეხება დეკლარაციის დეკლარირების ვალდებულებას, მიზანი და დანიშნულება არის ის, რომ არავის არ ქონდეს იმისი ცდუნება, რომ შეიძლება რაღაცა დიდი თანხა უღირდეს, შეიძლება უღირდეს, თქვათ, პატიმრობა რაღაც დიდ თანხად. იმ გათვლით, რომ მოიხდის სასჯელს, ეს დიდი თანხა იქნება სადღაცას გადამალული და ამ როდესაც მოიხდის სასჯელს, შემდეგ გამოვა და მთელი ცხოვრება იქნება კმაყოფილი და ბედნიერი. აი ეს ბედნიერების მოლოდინი რო აქედანვე ჩაუმწაროთ, მნიშვნელოვანია ის ისინი, ვინც იქნებიან გასამართლებული სამოხელეო დანაშაულისთვის, მათ 30 წლის განმავლობაში უკუნისამდე შვილების და შვილიშვილების ჩათვლით დეკლარაციები შეავსონ, რომ სადაც კი რაიმე გამოჩნდება, დაინახოს სახელმწიფომ და მოჰკითხოს, საიდან არის ეს ყველაფერი შემთხვევით გადამალული რამე ხوار ქონდა ფული, თუ ხა შეიძლება ადამიანმა იმის შემდეგ შეძლო და რაღაც ქონება დააგროვა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში გამჭვირვალე უნდა იყოს ის, ვისაც ერთხელ წაუწდა ფეხი ამ ხრივ როგორც მოხელეს, კეთილი ინებოს და ხალხის წინაშე 30 წელი დეკლარაცია ავსოს. ეს არ ნიშნავს, რომ ის დამნაშავეა 30 წლის განმავლობაში, ეს ნიშნავს, რომ ის ვალდებულებას იღებს, რომ კიდევ როგორც საჯარო მოხელე იყო მანამდე ავსებდა დეკლარაცია, შემდეგი 30 წელი გამჭვირვალე იყო საზოგადოების მიმართ. დამემატა ბოდიში ყოფილმა ძალოვანი უწყების წარმომადგენლებმა ამერიკის შეერთებულ შტატებში შეიგრიდნენ, ვინც სადმე ძალოვანი უწყებაში მუშაობდა, ყოფილი ვეტერანები და ასე შემდეგ, ყველანი და გამართეს და გააკეთეს განცხადება ამერიკიდან, მოუწოდებენ ძალოვანი უწყების წარმომადგენლებს, ვინც დღეს არიან, მუშაობენ საქართველოში, არ შეასრულოთო ქართული ოცნების უკანონო დავალებებიო, არის ისეთი მოწოდება ამერიკიდან. ცუდი ძალოვანები ყოფილან ალბათ თავის დროზეც, თუ კი არ ვიცი ვინ არიან, რა ძალოვანია, ვინსად წარმოდგენა არ მაქვს, ამ სუბიექტზე მე მგონი მთელ საზოგადოებას თავისი აზრი აქვს ჩამოყალიბებული, მათ შორის ოპოზიციასთან. ესეთი ღირებულება წაშლილი ადამიანები, კარგია რომ ის ჩვენ ქვეყანაში არ არის, ჩვენ საზოგადოების ნაწილი ის არ უნდა იყოს და სადაც არის იქ იყოს. სხვები არ ვიცი რა არის, მაგრამ უყურეთ ნებისმიერი ადამიანი, ვისაც ერთხელ მაინც ეცვა ფორმა. როდესაც მოუწოდებს სხვას ფორმაში მყოფ ადამიანს, არ დაემორჩილოს კანონს, ამ ადამიანს გააზრებული არ აქვს, რას ნიშნავს გეცვას ფორმა და იყო სამხრეების ქვეშ. ასე რომ არ ვიცი ვინ არიან, მე ახლა არავის პიროვნულად არ მინდა, მაგრამ თავად ეს აქტი, რომ შენი ქვეყნის იმ გმირებს, რომლებიც ფორმას ატარებენ და სამხრეების ქვეშ არიან, იმათ მოუწოდე რომ არ დაემორჩილონ კანონს და არ დაემორჩილონ კანონს, ეს არის ვერ გააზრება, რას ნიშნავს სახელმწიფო, ამიტომ სადაც არიან, კი ბატონო, არიან, მაგრამ ამას არანაირი კავშირი არ აქვს იმის გაგებასთან, რასაც ვერ იყოს საძებო. და ვინ წყვეტს უკანონო რა არის? შაიშმელაშვილი წყვეტს? შაიშმელა. აი უყურეთ, აი ხო და შაიშმელაშვილი წყვეტს თუ ვინ არის? ის წყვეტს ვინ არის? რა არის უკანონო და რა არის კანონიერი? აი ეს არის მთავარი საკითხი, რომ ამას ქვია ზუსტად ანარქია.
როდესაც ეს შაიშმელაშვილების გადასაწყვეტია რა არის კანონი და რა არის უკანონობა. კიდევ ერთხელ, ამას არაფერი კავშირი არ აქვს იმ მუნდირის ღირსებასთან, რასაც ადამიანი უნდა იცავდეს ფორმაში ყოფნის დროს და მას შემდეგ რაც ფორმას ოფიციალურად გაიხდის და სამოქალაქო პირი გახდება. ეს არის მთავარი. მუნდირის ღირსება ამას ნიშნავს, რომ ერთი რომ შენი მოქმედო კანონი შენ დაემორჩილო კანონს და მეორე არავის არ მოუწოდა რომ არ დამორჩილოს კანონს. და რაც შეეხება კანონიერს და რაც შეეხება გადაწყვეტილების მიღებებს, ამისი გადაწყვეტილების მიღებიც კანონით არის გათვალისწინებული და ამიტომ არის ხელმძღვანელი, რომელიც გასცემს ბრძანებას და ამიტომ არის ბრძანების შესრულების ვალდებულება და ახლა ყოველ მესამე კომენტატორს Facebook-ზე თუ მოუნდება ითამაშოს მოსამართლის როლი, რა არის კანონიერი და რა არის არაკანონიერი, მაგას შეჩვეულები ვართ ეს NGO-ები სხვა რამეს კი არ აკეთებენ, და ზოგიერთი უცხოელი ჩაგვინაცვლეს სასამართლო და წინასწარ გვეუბნებოდნენ რომ სააკაშვილი მართალი არისო, ხო აღმოჩნდა მტყუანი, აბა ხო ეს ხომ კანონიერი იყო ნიკა მელიას დაპატიმრება, ვინც ნიკა მელია დაიჭირა. იმან კანონიერი ბრძანება შეასრულა თუ უკანონო, ხო ამბობდნენ უკანონო. მივიდა სტრასბურგში, აღმოჩნდა კანონიერი. ვინც გვარამია დაიჭირა, ხო ამბობდნენ უკანონო ბრძანება არის, ხო აღმოჩნდა კანონიერი. ასე რომ ამათ არ დაუჯეროთ, იმიტომ რომ მათ არა კანონიერება და უკანონობა, არამედ პოლიტიკური მიზანი აინტერესებს, ძალადობით მოვიდნენ ხელისუფლებაში, ვინაიდან არჩევნებით ფაქტია, რომ ესეთი ხალხი ვერასდროს ვერ მოვა ხელისუფლებაში, ქართულ ხალხს ისინი, რა თქმა უნდა, ვერ მოატყუებენ. მადლობა.